მეცნიერთა 4 კაციანი ჯგუფი ახლა სოფელ რგანში იმყოფება და ეგრეთ წოდებული ფირანას უბსკრულის საძებნად მიემართება. მათ მეგზურობას რგანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული იმედა ხვედელიძე და ერთი ადგილობრივი მკვიდრი უწევს. ადგილობრივების მითითებით ექსპედიცია თითქოს დანიშნულების ადგილისკენ მიდის. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ისინი არა ფირანას უბსკრულთან, არამედ მეცნიერების მიერ ამ დრომდე შეუსწავლელ მღვიმესთან მოხვდნენ. ამჟამად ახალი მღვიმე იქნა მიკვლეული ბატონ გიორგისთან ერთად. და მომავალში პერსპექტიული არის მისი შესწავლა, როგორც არქეოლოგიური თვალსაზრისით, ისე საერთოდ დაფიქსირებისა და მომავალი შესწავლის თვალსაზრისით. ადგილობრივი მკვიდრი, რომელმაც ექსპედიციის წევრები მღვიმემდე მიიყვანა, ამტკიცებს, რომ დაახლოებით 20 წლის წინ გამოქვაბულში იმყოფებოდა, თუმცა რა სახელწოდებისა ეს მღვიმე მისთვის უცნობია. ვარ 20 წლის უკან შესული შიგნით ბავშვობაში. ისეთი არაფერი ეხლა არის შიგნით სტალაგნიტებს და იმას რო უძახიან ასეთი რაღაც ხო. და იქით პატარა ვიწრო გადასასვლელია და შემდეგ ბავშვები ვიყავით და ვეღარ გადავედით და მეტი ინფორმაცია არაფერი არ არის. და რამდენი მეტრის სიღრმეზე იყავით შესულ თუ? 1.15-20 მეტრი. სახელი არ ვიცი. ჩემ მახსოვრობაში არ გამიგონია და არც არავინ არც შემიხედავს რომ ვინმე მოსულიყო და ენახა. პროფესორი დვალაშვილი ვარაუდობს, რომ მღვიმე არქეოლოგიური თვალსაზრისით საინტერესო უნდა იყოს. ის მღვიმის შესასწავლად სპეციალისტების ჩამოყანას გეგმავს, თუმცა სანამ მეცნიერები გამოქვაბულს შეისწავლიან, მანამდე მას სიმბოლური სახელიც მიანიჭეს. აქამდე ინფორმაცია ამის შესახებ არ მოგვეპოვებოდა. ეს არის განის ტერიტორიაზე ერთ-ერთი საინტერესო სპელეო ობიექტი. პარამეტრები ზუსტად შიგნით რა პარამეტრები ამის შესახებ ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია და ჩვენ აუცილებლად დავგეგმავთ ჭიათურაში ჩვენ არაერთ კვლევას ვაპირებთ, რომ მათ შორის ეს მღვიმეს და სხვა გარკვეული ტერიტორიების შეფასება გვინდა. თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით შეგვიძლია ჩვენ ეს მღვიმე ავგეგმოთ, შევაფასოთ და ყოველ შემთხვევაში დეტალურად გავიგოთ რა ხდება შიგნით. თუმცა პირველი ფაქტი მღვიმის შეფასების, შესწავლის, დაფიქსირების მოხდა და შესაძლებელია, როგორც წესით პრაქტიკაში, როდესაც მღვიმეს არ აქვს სახელი და ხდება მისი პირველადი შეფასება და დაზვერვა და დაფიქსირება, მიენიჭოს სახელი და ძალიან მისასალმებელი ფაქტი იქნება თუ ეს ჭიათურაში მდებარეობს და ჭიათურელთა კავშირის სახელს ატარებს მომავალში. და ამას ალბათ გარკვეული კვლევა კიდევ დაჭირდება. წყლის ძებნაში მიკვლეული მღვიმე. ასე შეაფასა ფაქტი არასამთავრობო ორგანიზაცია ჭიათურელთა კავშირის თავმჯდომარე შოთა გაფრინდაშვილმა. წყლის ძიებაში აღმოაჩინეთ მღვიმე. მღვიმეებს თავის დანიშნულება აქვს მოგეცნებათ საქართველოს ისტორიაში, იმიტომ რომ საქართველო ყოველთვის იყო ობიექტი, პოლიგონი ბრძოლების და შესაბამისად ადამიანები ხშირად თავს აფარებდნენ ხოლმე. ბატონო გიორგი ბრძანა რომ დაირქვას ჭიათურელთა კავშირის სახელი და ამით ჩვენი მეგობრობასაც გაუსვა ხაზი, საქმიანი მეგობრობას, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის ყოველთვის გაუსვა ხაზი და ამავდროულად გამოხატა პატივისცემა და უგმოს მადლობას მოგახსენებს ბატონო გიორგი ამის. შეგახსენებთ, რომ წელს გიორგი დვალაშვილმა მღვიმე სოფელ ითხვისის ტერიტორიაზეც მიაკვლია და მას თესევ 95 უწოდა.